მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ უამრავი კადრი გადავიღე, სადაც ხმა ძალიან უბედურად ისმის. ამიტომ თავიდან დავიწყებ ჩაწერას. დღეს ერთი ძალიან მაგარი ადგილი უნდა განახოთ. ლონდონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა Tower Bridge. იგივე ლონდონში და სახელებში ესხვაობა. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანმა იცის, რომ ეს არის ლონდონ ბრიჯი, მაგრამ ლონდონ ბრიჯი არის რეალურად სხვა. აი, ეს არის ლონდონ ბრიჯი. ეს კი არის Tower Bridge. იმდე ჩავს. ავედით შევიდეთ ახლა. სხვათა შორის, აქ მანქანით იარული ლონდონ ბრიჯზე და პირველ ზონაში ფასიანია აქ რა. 18 ფუნტი უნდა გადაიხადო, რომ მანქანით შემოხვიდე და ამ ხიდის ქვეშ გაიარო, სხვა ხიდებზე გადაიარო, გადმოიარო. მოკლედ, უფასო არაფერი არ არის ამ ქალაქში. მაგიტო ავდოქი და მეტროც წამოვედი მაგის და ფეხიც იაროს არავინ არ დაგიშლის. ავიქ სამხარეს საიდანაც მოვედი, კადრები მქონა გადაღებული და ხმა არ ისმის მოხდეს. არც ერთში მაგის და ვატირე. ძალიან მეწყნა. დღეს მალე თუ მოვრჩები, აქ მოვლას, წავალ და მოვძებნი DJI-ის მაღაზიას და ვიყიდი მიკროფონს. შემდეგ ისთვის რომ ხმა აღარ გემექცეს. თან ვერ წაყვილი ვარ ქუჩაში ვიღაცას გიჟი ვეგონები რა აყვირებს ხმა რო კარგად გავიღო. მაგიტომ ცოტა ჩუმათავ ლაპარაკობ, რეპუტაციას ვფხიდები. ეს ხიდი შუაში იხსნება წელიწადში დაახლოებით 250 ჯერ, ზუსტად 250 ჯერ, მარტო სამეფო ოჯახისთვის და მათთან დაახლოებული პირებისთვის. ეს შუაში გაიხსნება და დიდი გემები შედიან და გადიან. პატარა გემებს არ უხსნიან. ამ ხიდის მშენებლობა დასრულდა 1894 წელს. და ამ ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა დაახლოებით 400-დან 500 კაცამდე. 8 წლის განმავლობაში აშენებდნენ 70,000 ტონა დაახლოებით დაბლა წყალში ბეტონი ჩასხმული, რომ ეს ხიდი მყარი ყოფილიყო. საინტერესო ქუჩა, ბევრ ფილმში იქნება ეს ადგილი. ნახე ეს ხალხი არ ვიცი რატომ მოდიან ჩემს უკან. არ იციან რომ ვიდეოს ვიღებ თუ რა ბაზარია, ვერ გავიგე. ჩამეჭხირდნენ კადრში. მოთხოვა ჩემი 15 გამომწერ თან უნდა რო გაიბლატავონ, რომელიც მე მყავს. წავედით. ოპა. ნახოთ უამრავ ადამიანს, რომელიც გადა სურათებს იღებს. გაგზელოთ. ეს კადრები აქ-იქ არ გურჩავსო და მაგრა როგორ დამონტაჟო რობის წამერი, კაი რაღაცები დავაწყდა. აი ამ ჯოხსას შამაღონა ამის დედა ვარ. განახლება ხო არ მომწონს. ხო, გამოხვალთ აქ. ეხლა ყოფილი ლონდონ ბრიჯის შუაში. აქ შეგიძლია იყიდო ბილეთები და აი აქ მაღლა არის შუშის ხიდი, აი შუაში შუშებია და შეგიძლია 48 მეტრის სიმაღლიდან 48 მეტრის სიმაღლიდან დაათვალიერო ლონდონის ხედები. საინტერესოა. აი ეს ხა კაი ხედებია, მაგრამ მე აი იქით წავიღოთ იქ მაღალი კორპუსები რო არის. და იქიდან დაგანახებთ აქეთ ამ ხარას როგორი ლამაზია. იქ მაღლა კორპუსის თავზე არის ბაღი და იქიდან გადავხდები. ეს შენობა რომელიც არის ლონდონში ყველაზე მაღალი. ამო უფრო ლამაზია ხომ განათებულია. ეს შენობა არის ლონდონში ყველაზე მაღალი. გადმოსტრივ არის პატარა სოკოებივით რამდენიმეგან ამოსული კორპუსები. ისე ძირითადად ლონდონი დაბალი შენობებით არის ცნობილი. ვაფშე რა აქვს მაღალი შენობები. რამდენიმე რა, სულ იქით ერთი კანარი ვარსია. დანარჩენი სულ დაბალი შენობებია, 2 სართული, 3 სართული. ეგ არის. ამ განახებთ, ეხლა მე თქვენ განახებთ სოფლიოში ყველაზე მაგარ სამსახურს. აი ეს კაცი ჩემ უკან აი
გააქვს და მთელი ეს განმავლობაში მარტო იმას იძახის, სასასვლელია ეგ არის, სასასვლელია ეგ არის. ამაზე კაი სამსახური თუ ვინმე მიცით, პროსტა მითხარით. Tower Bridge-ის ერთ-ერთი კოშკი თავის დროებითი დაკავების იზოლატორი იყო. სადაც დამნაშავეებს დაიჭერდნენ, შეყრებდნენ და წყარში გადაყრით ემუქრებოდნენ. მაშინ ეს უცნაური ფაქტები არავინ არ გეტყვით შეგვერდანოს. ეგეთი fast food-ები აქვთ. შორის მე მექსიკოს გავუწევ რეკომენდაციას. მაინც ბევრი ხალხი დგა აქაც. წინ მხარეს რო დიდი ისე რა აქ ძალიან ცუდია რა. ანუ ეს ფოტოები ბიჭო ვერ დავამოვა მე ამ კამერების მიტრიალება მოტრიალება. რომ კითხოს კაცმა ფოტოგრაფია და ფოტოების გადაღება ვიცი მაგის დიდ დავახდი. არა просто ცოტა ძველი ისამა გიმბალი და ისე ჭამს რა. ძალიან ბევრი ხალხია ხალხო. აი ის დიდ დავახდი. დაგანახებით მაგრამ მარტო ჩემი თავი ჩანს იმ ხელა თავი მაგ კადრში სხვა არაფერი არ ეტევა. დაგანახებთ აქ. აქ არის ის ადგილი სადაც ყვავებს აჭმევენ. მეც გითი შეგდება მქონდა ყვავებს სუპერ განაჭმევენ მაგის და საპირე რაღა აქვთ. და აქ ვთქვიათ რა ვიცი ყევლასავით არის თუ რა ვიცი წინასწარ მიტყველება თუ დაგინებულია ნახდათ არ ვიცი ამ ციხეში ყვავი რო აღარ მოფრინდება ყვავი რო არ იქნება ამ ციხეში ეგ არის ინგლისს დაერხავ. აქედო სპეციალური სამსახური აქვს აქაც იმ ხიძე რო კაცი იყო იმაცავით ერთი კაცი დასაქმებულია მოდის მომიწყე და ყვავებს აჭმევს საჭმელს. ოხრად ყვავები ყავთ შიგნით წინა მხრიდან დაგანახეთ. აქაც შესვლა ფასიანია, მოკლედ უფასო არაფერი არ არის აქ. შინით ანახავით არაფერი არ არის, ვიყავთ იმას. ვერაფერი ვერ ამბობ. ნახეთ. და დინარაზე გადავიდა. გამეტესტა ყველაზე ხრა. ამ ლაპარაკია რუსიაში. ყავა, რა ვიცი, თუ ვინმეს გინდათ იყიდეთ. აი ეს ლატე. არჩე ძალიან ბევრი კადრი გადავიღე ვენა მე ვადა. ლოგოპედი ვინმე თუ იცით. ნომერი მომეცით ან რავი გამა მიგზავნეთ აი ეს რიჩევი წერები ონლაინ თუ მასწავლის ლაპარაკს რა. შეიძლება ლამაზე გოგოების დანახვაზე მე ვაენა ვერ გაიგებ აი. ხალხს მაგიტომ მიაწევეს. ისე კიდე თავი. ისე რა იქნება და დაერქვა თამაშის ნომერი. ეხა მოარდენია უცხო. სუარი ხო გითხარით ძაღლ. რა ეხა მოარდა. სუარი გატყოლით. ჩამოიწია, ოპა. აკე, უკან მოჩანს ავსტრალია. არა, რა ავსტრალია, Tower Bridge. თუ ალაზნის ბრიჯი. ალაზან ბრიჯია. აი, დავიღალეთ ამ Tower Bridge-ის კადრებით, შარმას გადადის, სხვა რაღაცა კადრები გვანახე. ოკეი. აი შენობა გადმოარდანაზეა. აი რამის აქ გადმოარდეს დეიცეს აკავყოფას. ვინა შენა რა უნდა. არა მოგატყუეთ, სანამ Sky Garden-ზე მივალთ, მანამდე მონუმენტს განახებთ.
აი ამოდონა სვეტი. აქ ასვლა შეიძლება 300 რაღაცა საფეხურია. გაწყდები ადამიანი წელში. ნუ მაგლა რა ხდება ერთ გავხედოთ ღირს თუ არა ასვლა და 300 საფეხური. სულ შეღობილია მისი დედა ცოტა ყველა უნდა ავიდე და ლიფტი არ არის არაფერი. ფეხით უნდა ხვიდე ჩამოხვიდე. თუ გაინტერესებთ მონუმენტის შიგნიდან ნახვა და მაღლიდან ხედები, გამოიწერეთ და დამიწერეთ კომენტარებში და მე ავალ რო ვარჯიშებ და ძლიერი ბიჭი რო გავხდები. ისე შანსი არ არის. კუჩაში შეგვეშალა წავედით ზემოთა მხარეს. სხვა მხარეს არის Sky Garden-ი. ვიჯი ეს არის წინა მხრიდან მაღალი შენობები განახილეთ ამას კადრში, სადაც მდგევარ. ეს არის Canning Town-ი, სადაც არის მაღალი შენობა. მეტი მაღალი შენობა ლონდონში არის. შეიძლება არის, მაგრამ ეგრე ამდენი არ არის. ეს არის თვითონ ბაღი, სადაც ამხვალ დაისვენებ და ათვალიერებ. Sorry. სულაც გადაიღებ. ეხლა წავიდეთ სახლისკენ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლავდა. ვეცდები რომ წინა ვიდეოსავით ძალიან დიდი არ გამოვიდეს და 3-4 დღე არ დაგჭირდეთ საყურებლად. ესეთი იყო ჩვენი Tower Bridge. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ადგილი მთელ ლონდონში, სადაც ყოველთვის შეიძლება რომ მოხვიდე და დაისვენო, გაერთო, საინტერესო რაღაცები ნახო. სხვათა შორის ერთ-ერთ გამოსვლაზე თუ ვიპოვე იმ ვიდეოსაც ჩავსვავ, თუ არა და გეტყვით რომ სადღაც 100-200 კაციანი გუნდი იყო აი იმ მოედანზე, ღია თეატრისაც იყო, იქ იმღერეს მრავალჟამიერი ქართული და ძალიან დიდი სიხარული იყო მაგის მოსმენა იქ. ეს ადგილი არის Sky Garden-ის გვერდით, ამის ფოსკოდს და კოორდინატებს დავტოვებ, თუ ვინმე სურვილი გექნება, დამობძანდით, დაათვალიერეთ. აქაურობა ძალიან ლამაზი ხედებია, შეგიძლიათ აქაც დაისვენოთ. ერთი სართული დაბლა რესტორანია. შეგიძლიათ იმ რესტორანში ჩახვიდეთ და გემოვიდეთ კერძები. და რა ვიცი. დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. თუ რაიმე ადგილის ნახვა გინდათ, დამიწერეთ კომენტარებში. თუ არა და ჩემით გადავწყვეტავ რა განახოთ შემდეგ ვიდეოში. აბა დროებით და კარგად იყავით.